ძალადობრივი დაკავებების მიუხედავად დღესაც ტრადიციულად უამრავი ადამიანი შეიკრიბა რუსაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან და ხედავთ რომ მთლიანად არის გადავსებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ეს არის გზის სავალ ნაწილზე არ არიან გადასვლები ჯერჯერობით აქციის მონაწილეები პროტესტის უცვლელი მონაწილეები თუმცა მათი რაოდენობა არის საკმაოდ ბევრი ცოტა ხანში დაიწყება უკვე მსვლელობა მარშის სახით რომელმაც ერთგვარი ტრადიციული ფორმა მიიღო ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი გზა პროტესტის მონაწილეებისთვის რომ გამოხატოს საკუთარი ნება პროტესტი ამგვარად ამჯერად ეს არის ერთგვარი ახალი ფორმა პროტესტის გამოხატვის მას შემდეგ მიმართეს ამ ფორმას აქციის მონაწილეებმა რაც მათ სამართალდამცველებმა პოლიციელებმა აღარ მიცეს შესაძლებლობა რომ გადასულიყვნენ გზის სავალ ნაწილზე და გადაეკეტათ საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა თუმცა ჯერჯერობით მარშრუტი არის ბუნებრივია გასაიდუმლოებული აქციის მონაწილეების მხრიდან გამომდინარე იქიდან რომ პოლიციამ არ იცოდეს მათი გადაადგილების შესახებ წინასწარ მოთხოვნა რჩება უცვლელი დღეს არის აქციის 357 დღე და ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად მოდიან ამბობენ რომ ეს ადგილი მათთვის არის ერთადერთი გზა რომ დაუპირისპირდნენ ქვეყანაში უკვე დამყარებულ დიქტატურას და შეეწინააღმდეგონ ამ ფორმით მნიშვნელოვანია რომ პროტესტი გაგრძელდეს და პროტესტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით. არც რომელიმე ერთი ფორმა არ არის პანაცეა. საერთოდ მე ესე უყურებ ამ საკითხს, რომ რეჟიმი, როდესაც სრულის კანონმდებლობას, სრულის ტაქტიკას, ჩვენც უნდა ვიყოთ მოქნილები და შევცვალოთ ჩვენ ტაქტიკა, ადაპტირდეთ ამ პროცესში. დაჭერებზე, მუხარებზე ესე რავი, კანი ყვა გასხელებული ხა აღარ გვეშინია რა და ეხა ჩვენ ვიცით რო გავჩერდეთ ამის ფასი რა არის. ამიტომ არ გავჩერდებით. ჩვენ კვლავ გავაპროტესტებთ იმას, რაც ხდება საქართველოში, განსაკუთრებით გავაპროტესტებთ იმას, რაც მოხდა გუშინ, იმიტომ რომ 15-მდე ადამიანი არის დაკავებული. მათ შორის მინდა გამოვეხმაუროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორი აიყვანეს უნივერსიტეტის წინ და მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ დღეს აი ამ დაწესებულების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი მოვა იმისათვის, რომ გააპროტესტოს ეს მართლაც აღმაშფოთებელი მომენტი. ჩვენ გვინდა თავისუფალ სოფლიოსთან ერთად განვითარებულ, თავისუფალ დემოკრატიული სამყაროსთან ერთად გვინდა ყოფნა. თითქმის ამ ერთი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენმა პოლიციამ დაამტკიცა, რომ ის უკვე რუსული მილიცია. საზოგადოების ნაწილი, რომელიც აქ დგას, ეს ინარჩუნებს კიდევ იმედს, რომ საქართველო მიუბრუნდება ევროპულ გზას. რუსთაველის პროტესტი რო ჩაქრეს, ჩათვალეთ, რომ ხვალ ყველა ვიქნებით დიქტატურის ქვეშ. ახლა მსვლელობა მარში სახით უკვე იწყება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები ცოტა ხანში დაიძრებიან თუმცა რა მიმართულებით მიჭირს მე ამის თქმა ჯერჯერობით საქართველოს ევროკავშირის დროშებით შეძახილებით ადამიანები გადაინაცვლებენ ისინი მოივლიან სხვადასხვა ქუჩებს ბუნებრივია წესების დაცვით ისინი ტროტუარზე გადაადგილდებიან გამომდინარე იქიდან რომ პოლიცია არ აძლევს იმის შესაძლებლობას რომ გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი თუმცა მიუხედავად იმისა რომ მათი რაოდენობა ხედავთ კადრში ალბათ საკმაოდ ბევრია დღეს მართლაც უამრავი ადამიანი მოვიდა განსაკუთრებით იმ ძალადობრივი დაკავებების შემდეგ რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ ასეთია ჯერჯერობით გეგმა მარშრუტი არის უცნობი დაიწყება მსვლელობა და ჩვენ ნახავთ უკვე რა მიმართულებით წავლენ აქციის მონაწილეები და შეეძლებიან მათი პროტესტის ხმა გააგონონ სხვა დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ახლა არ იმყოფებიან არ დგანან ქვეყნის ცენტრალურ მთავარ გამზირზე